დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ ბევრი ცდის და ბევრი ლოდინის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ მშობლებს შეგვეკრა ჯაჭვი და მოძრაობაში ჩავერთოთ, ჩვენი მოძრაობა ჩავთვალეთ საჭიროდ 24 საათიანი რეჟიმით რო დავიწყოთ. 9 აპრილის მემორიალთან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი დაждომა გამწარებული დედების, რომლებიც ფიქრობთ, რომ დილით როცა გაიღვიძებს ხალხი ჩვენანთებული სანთლებით, უნდა ვიდგეთ 9 აპრილის დაღუპულთან მემორიალთან, რომ მაგათი სული შევავედროთ უფალს და ჩვენი შვილების ხსნისთვის რო ვილოცოთ. გზა ერთადერთი ჭეშმარიტი ამ წუთას ჩვენი მდგომარეობიდან გამამდინარე, აი ამ მომენტს ვერაფრით ვერ დავკარგავ და უნდა გავაკეთოთ. იმიტომ რომ აუცილებლობა მოითხოვს ამ ყველაფერს ჭეშმარიტი გზა რო იყოს ჩვენი. კი ბატონო, ქალწონანი მოძრაობას რაც შეეხება, რომელიც თქვენ დააფუძნეთ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა, ეს არ იქნება ერთადერთი თარიღი, როგორც ვიცი, თქვენ მეტ აქტივობასაც გეგმავთ და დღეს თქვენ ათენებთ ღამეს 9 აპრილის მემორიალთან, როგორც წესი იქ სხვადასხვა დროს მთავრობის ყველა წარმომადგენელი მიდის ხოლმე. იქნებიან დიდი ალბათობით ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებიც დააპირებენ ადგილზე მისვლას. მზად ხართ თუ არა ამ სცენარისთვის? ჩვენ ყველანაირად მომზადებული ვარ, წინასწარ დაგეგმილი არაფერი არ აგვაქვს, 50-50-ზე იქნება ალბათ ჩვენი ვარაუდით, რომ ვინც მოვა, როგორც ჩვენი მდგომარეობიდან, გულიდან ამოსული სიტყვებით არის გამომდინარე, როგორც საჭიროება მოითხოვს, ისე შევხვდებით ყველას. კი ბატონო, და ამ მოძრაობის აუცილებლობაზე მინდა კითხოთ, როგორც წესი პროტესტს აი ამ კრიტიკული საზოგადოების მხრიდან მუდმივად აკლია რაღაც. ეს რაღაც ხშირად არის ერთადგომის დეფიციტი, რაღაცნაირად თქვენი წინააღმდეგობის ფრონტი, მოძრაობა, რომელიც თქვენ შექმენით. რაღაცნაირად გამაერთიანებლის როლი უნდა კონდეს ამ მოძრაობაში, ამ კრიტიკული საზოგადოების, ასე ვთქვათ, პროტესტში, როგორც ხვდები, ეს არის თქვენი მიზანი დღესაც. ვეპატიჟებით ყველას. კი, რა თქმა უნდა, ნამდვილად გეტყვით, რომ როცა დავაანონსეთ ეს დღე და ჩვენ განვაცხადეთ ხალხის წინაშე ამ მოძრაობას, რა მოყვება, როგორ იქნება, რას ვაპირებთ, წინასწარ დღეები ზუსტად გათვლილად ვერ განვაცხადებთ, მაგრამ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და ხალხის თანადგომა ჯერ მანამდეც ძალიან დიდი მქონდა და ეხლა უფრო მეტი ვიგრძენით. ეს 24 საათიანი აქციის დაანონსება უფრო სასურველი და შედეგიანი გამოდის, მე მგონი. ჯერჯერობით წინასწარ თქმა არ მიყვარს, მაგრამ ხმამაღლა შემიძლია ვაღიაროთ, რომ დღეს ძალიან ბევრი ვიქნებით. ერთ მუშტად შეკრული და მე მგონი ყველას გვწამს და ვჯერა, რომ ძალა ერთობაში. არ ვიცი ნახეთ თუ არა ოცნების ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის წევრის დეპუტატის ლევან მაჭავარიანის კომენტარი დღეს. მაგრამ ის ამბობს ასეთ რამეს, რა თქმა უნდა ჩვენი ვალია რომ ჩვენ გმირებს მივაგოთ პატივი, თუმცა ჩემი პოზიცია არის რომ თუ ეს ხელოვნურად გამოიწვევს ქუჩაში დაძაბულობას და ეს ყველაფერი პროცესების იმგვარად წარმართვას რომ იქ ნაცვლად იმისა რომ ჩვენ გმირებს პატივი მივაგოთ, იქ ვიღაცების წივილ-კივილი უნდა დაიწყოს, მე აზუსტებს, მე იქ წივილ-კივილში არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების მშობლებს, ვგულისხმობ პირდაპირ პარტიულ აქტივსო. ანუ მან ფაქტობრივად დღეს აღიარა, რომ პოლიტპატიმრების მშობლები ხართ თქვენ და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, ასეთი პირდაპირი გულსრფელი აღიარების მოსმენის მერე, რა შეგიძლიათ უთხრათ ამ დეპუტატს, რომელიც მხოლოდ წივილ-კივილის შესაძლებლობას ხედავს აი ამ აქციაში? წივილ-კივილის შესაძლებლობას თუ ხედავს ამ აქციაში, ეს ძალიან უმნიშვნელო რაღაცა არის. უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მაგან აღიარა, რომ ჩვენ ყავს პოლიტპატიმარი შვილები. ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. ჩვენ ამაყად ვიდგებით იქ, ამაყად გავივლით, ამაყად ხელჩაკიდებული დავდგებით და დავიცავთ ჩვენ საქართველოს ღირსებას. ჩვენი 9 აპრილში დაღუპულების სულის სიწმინდე შევინარჩუნებთ აუცილებლად. ამ მოძრაობით დავიწყებთ ჩვენ მშობლები მოძრაობას, რომელმაც სახელოვნად უნდა გამოაჩინოს ის სახე, რომ ჩვენ წინ უნდა წავიდეთ ნათელი მომავლისკენ. ვერავის ვერ შევეპოვებით, უკან არაფერსი არ დავიკებთ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ იქ ვიდგებით ხელჩაკიდებული და უკან არაფერსი არ დავიხებთ.
როგორ გონიათ სისტემა წავა გამწვავებაზე რეჟიმი ამ დღესთან და თან სიმბოლურად როცა როდიონოვის ჯარი იყო და 36 წლის თავზე ხელი მოუტრიალდება ივანიშვილის რეჟიმს სასტიკი დარბევისთვის დღეს როგორ გონიათ? არაფრისგან არა ვარ დაზღვეული. ყველაფერია მოსალოდნელი და ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მე მაგალითად პირადად შემართებით ვარ, მზად ვიქნები ამ ყველაფრისთვის. წინ დაუდგები ყველაფერს. არაფრის არ შემეშინდება. იმიტომ რომ ჩემი ერთადერთი შვილი გამოკეტილია 4 კედელში და ჩვენი ვაჟკაცებისთვის მე უკან არაფერსი არ დავიხევ. მედგრად ვიდგები და უკან არაფერსი არ წავალ. რა თქმა უნდა, აი ზუსტად ამის ეშინია სისტემას გულწრფელი პროტესტის უკან დახევის გზის გარეშე და მშობლებს, რომელთა შვილებიც არიან ახლა უსამართლოდ აბსოლუტურად გამოკეტილი საპატიმროებში, მართლაც არაფერი აქვს დასაკარგი. მიიღეს მათ ეს პროტესტი, ყველაზე გულწრფელი აი ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებიც კი თქვენი მისამართით ვერაფერს ამბობენ. იმდენად ნათელია თქვენი პოზიციონირება და პროტესტი დღეს. აქ უნდა ვიკითხო ასევე საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება თუ ნახეთ პაატა ბურჭულაძემ ითხოვა კურთხევა 9 აპრილს გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო. იგი 8-9 აპრილს ანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებასო, პასუხი ასეთია, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებულიო. აი ასეთი პასუხი გამოაქვეყნა, ეს ნაწყვეტია საპატრიარქოს განცხადებიდან. გაგიხარდებოდა თქვენ ამ ზარების ხმის გაგონება როგორც მშობელს დღეს ადგილზე? ნამდვილად არ უნდა იყოს საპატრიარქო პოლიტიკური თვალსაზრისით. საპატრიარქო უფლის წინაშე მართალი უნდა იყოს მშობლების, შვილების, დაღუპულების პატივი რომ მიაგოს იმ გარდაცვლილებს უფლის წინაშე მართლად უნდა დადგნენ. თავისი სავედრებელი უნდა შეავედრონ და არაკლისი აუცილებლად უნდა გადაიხადონ, როგორც შეეფერებათ ჩვენ 9 აპრილის გარდაცვლილებს. და 36 წლის თავზე ქალტონანი თქვენ ახალგაზრდა შვილი გყავთ, რომელიც წესით იმ თაობამ, რომელიც 9 აპრილს შეეწირა, ალბათ ვერ იფიქრებდა, რომ მათი შვილების თაობაც რაღაცნაირ წრეზე წავიდოდა და 9 აპრილის მემორიალთან კვლავ საქართველოს დასავლური კურსი, არარუსული კურსის წინააღმდეგ გამოვიდოდა და რაღაცნაირად თავიდან დაიწყებდა ამ ბრძოლას, აი თქვენთვის, როგორც იმ თაობის წარმომადგენლისთვის, რომელსაც 9 აპრილი ახსოვს და მონაწილეც იყო დიდი ალბათობით. აი თქვენი შვილი რომ ახლა ციხეშია, ეს რა ისტორიული ციკლია თქვენთვის? ჩემთვის ეს ისტორიული ციკლი ეგ არის, რომ დღევანდელი ახალგაზრდები ნამდვილად ვერ შეეგუებიან რუსულ რეჟიმს. 9 აპრილშიც რაც განვითარდა, ის განვითარებაც რომ მოხდეს ეხლა მოსალოდნელია ყველაფერი, მიუხედავად ჩვენი სამშობლოს მოყვარული ვაჟკაცები გამოკეთეს 4 კედელში, მაგრამ მაგ ვაჟკაცების მაგივრად ბევრი დადგება კიდე ჩვენ გვერდით და ჩვენც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც სათქმელი და გასაკეთებელია. დიდი მადლობა თქვენ. მე აღარ მოგაცდენთ, ადრიანა დაპირებთ მისვლას თუ 10 საათისთვის იწყება მაინც პარლამენტთან ეს განაცხადება. ჩვენ ვიდან უკვე შევიკრიბებით, იმიტომ რომ 10 ჩვენთვის გვიანია ვერ ვითმენთ, 8-დან უკვე ვიკრიბები მშობლები. ანუ მშობლები 8-დან დაიწყებთ შეკრებას. დეა ეხლა ვიკრიბებით, დათქმული გვაქვს ადგილი. მე უკვე მოვედი რუსთავიდან, მოვლია მშობლები, ჩავკიდებთ ხელს და გავივლით ეხლა ამახად და მივალთ 9 აპრილის მემორიალთან 8 საათს.